ამერიკის ხმა წარმოგიდგენთ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ამერიკის ხმის ყოველკვირეულ გადაცემას ხედვა ვაშინგტონიდან. მე მარია მუგრეხელიძე ვარ. დღევანდელ გადაცემაში დასავლეთის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დაწესებულ სანქციების პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. ამერიკის მიერ დაწესებული დამატებითი სავიზო შეზღუდვების შემდეგ ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს ჯერ ევროპის ცალკეულმა ქვეყნებმა დაუწესეს სანქციები, შემდეგ კი ამერიკამ ძალოვან მაღალჩინოსნებს მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში ფინანსური სანქციები დაუწესა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის უკვე სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის იგივე ხარებას მოადგილე მირზა კეზევაძე გლობალური მაგნიტსკის სიაში არიან. 19 დეკემბერს დაწესებული სანქციების შედეგად ვახტანგ გომელაურისა და მირზა კეზევაძის ნებისმიერი ქონება და ან წილები ინტერესი იმ ქონებაში, რომელიც ამერიკაში ან ამერიკის პირების მფლობელობაშია, ან კონტროლის ქვეშაა, იბლოკება და ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ამერიკის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი. არის თუ არა საკმარისი ძალოვანი მაღალჩინოსნებისთვის დაწესებული სანქციები და როგორი უნდა იყოს ამერიკის სანქციების პოლიტიკა საქართველოსადმი? გთავაზობთ ინტერვიუს მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური პროგრამების დირექტორ ლორა თორნტონთან. Laura, thank you so much for your time. As you know, State Department has Laura, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. როგორც იცით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში ახალი ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ მაღალჩინოსანს. რას ფიქრობთ ამ გადაწყვეტილებაზე? Well, I think it's extremely important that there are consequences. ფიქრობ უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ გომელაურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალჩინოსნების ქმედებებს შედეგები მოხვა. იმ ძალადობის გათვალისწინებით, რასაც ისინი სჩადიოდნენ, გულწრფელად რომ ვთქვათ, იმ წამებისთვის, რასაც ისინი დემონსტრანტების და იმ ადამიანების წინააღმდეგაც კი სჩადიოდნენ, ვინც პროტესტში არც მონაწილეობდა, ხალხის ქუჩიდან გატაცების, მათი მიკროავტობუსებში შეყრისა და წამებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მიხარია ამ სანქციების ხილვა, არ მგონია რომ ის საკმარისად შორს მიდის. უნდა გვესმოდეს ვინ არის ის ხალხი, ვის წინაშეც ეს ადამიანები ანგარიშვალდებულები არიან, ვის ბრძანებებს ასრულებენ ისინი. ჩემი აზრით და ყველა იმ ქართველის აზრით, ვისაც გასული კვირის განმავლობაში თბილისში ყოფნისას შევხვდი და ვესაუბრე, ეს ბიძინა ივანიშვილია. ასე რომ მაშინ, როდესაც მივესალმები ყველა ფინანსურ სანქციას ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ, კონკრეტულად კი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას ჩადის, მგონია რომ ამ მოძრაობის, ამ რეჟიმის ლიდერის სანქცირების გარეშე ვშიშობ სანქციების გავლენა შეზღუდული იქნება. ანუ ამბობთ, რომ იმისთვის, რომ სანქციები უფრო ეფექტიანი, გავლენიანი იყოს, ბიძინა ივანიშვილსაც უნდა ეხებოდეს. ასევე თვლით, რომ საჭიროა მაგნიტსკის გლობალურ აქტში მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებიც მოხვდნენ. Who should be under Magnitsky Global Act? Yes, of course. I mean, დიახ, რა თქმა უნდა, არავინ მოქმედებს საკუთარი ინდივიდუალური უფლებამოსილებით. ასე რომ ესაა იმ მინისტრის დასჯა, რომელიც ემორჩილება პრემიერ-მინისტრ კობახიძეს, რომელიც არაფორმალურად და ახლა უკვე აღარც არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილს ექვემდებარება. დიახ, ვფიქრობ, სანქციების სამიზნე ქართული ოცნების ლიდერები უნდა იყვნენ. ფინანსური სანქციების გარეშე ძალიან ძნელი იქნება რაიმე ბზარების გაჩენა პარტიაში. ასევე მჯერა, რომ ქართული ოცნების ჩამოშლა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველოს შეძლოს დემოკრატიის გზაზე დაბრუნება. უკვე კვირებია, რაც საექსპერტო წრეებიდან თუ ამერიკელი კანონმდებლებისგან გვესმის მოწოდებები ფინანსური, უფრო მკაცრი, ფართო სანქციების დაწესების მოთხოვნაზე. ბევრი ამბობს, რომ ეს სანქციები დაგვიანებულია. ეთანხმებით ამას, თვლით, რომ სანქციები გაცილებით ადრე უნდა დაწესებულიყო. Do you agree that these sanctions should have been imposed earlier? yes, I mean, as you noted. დიახ, როგორც თქვენ თქვით, ამ სანქციებზე დიდი ხანია ვსაუბრობდით. ეგრეთ წოდებული უცხოეთის აგენტების კანონის მიღებიდან ვამბობდით, რომ სანქციები საჭირო იყო. ვიმედოვნებდით, რომ ეს სანქციები არჩევნებამდე დაწესდებოდა, რათა ზეწოლა მოეხდინა და მთავრობის ქცევა არჩევნებამდე შეეცვალა. ეს არ მოხდა. მესმის, რომ მათი ამოქმედება ადვილი არაა და არსებობს კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები, ბიუროკრატიული პროცედურები, რომლებიც ქვეყანამ უნდა დაიცვას ამის გაკეთებამდე. მაინც მჯერა, რომ როცა არსებობს ნება, არსებობს გზაც. კონკრეტულად ახლა კი ჩემი აზრით საქართველოსთვის კარი იხურება. საქართველო მართლაც სიბნელეში გადაეშვება თან ძალიან მალე, რადგან ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტიც მთლიანად მიიტაცა. დასაკარგი დრო აღარ გვაქვს, რადგან უკვე გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც უკან დასაბრუნებელი გზა აღარაა და უკვე თითქმის ზედმეტად დაგვიანებულია. იმედი მაქვს, რომ მალე კიდევ უფრო მეტი ფინანსური სანქცია დაწესდება.
Right before United States ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მაგნიცკის გლობალური აქტით სანქციების გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე ბრიტანეთმაც დააწესა ფინანსური სანქციები ქართველი მაღალჩინოსნებისთვის. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან მიმართებით ამერიკასა და ევროპას, არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ევროპულ ქვეყანას კოორდინირებული მიდგომა ჰქონდეს. countries to act united or to act coordinated when it comes to Georgia. Oh, I think it's so important. It sends ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენ შეთანხმებულად ვთანამშრომლობთ, ეს ერთიანი, კოორდინირებული გზავნილია. ეს ქართულ ოცნებას უფრო ურთულებს იმის თქმას, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებას მხოლოდ ერთი ქვეყანა იღებს. არა, ამას ახლა ყველა მისი ყოფილი მოკავშირე აკეთებს. მესმის, რომ ევროკავშირისთვის მოქმედება უნგრეთის და ახლა უკვე სლოვაკეთის პრობლემის გამო საკმაოდ გართულდა. ეს სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ ევროკავშირის ინდივიდუალური წევრი ქვეყნების ქმედებებს. ვნახეთ ესტონეთი, ლიეტუვა, გავიგეთ, რომ ჩეხეთიც ამზადებს საკუთარ სანქციებს, ასე რომ მართლაც მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ და დარწმუნებული ვარ, როგორც დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების შემთხვევაში ვნახეთ, კომუნიკაციის ხაზები ქვეყნებს შორის ღიაა. როგორც უკვე ვთქვით, კვირებია, რაც დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან გვესმის კანონმდებლობის მოწოდება ბაიდენის ადმინისტრაციისადმი, რომ სანქციები დააწესოს. ასევე საიდუმლო არაა, რომ ქართულ ოცნებას იმედი აქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციასთან მათ უკეთესი ურთიერთობა ექნებათ. აგვიხსენით, რამდენად მნიშვნელოვანი და იშვიათია ორპარტიული შეთანხმება nebismier საკითხზე ვაშინგტონში და გითხარით, რას ფიქრობთ ქართული ოცნების იმედებზე. Power the relationships will get better. well, as you know well, Republicans როგორც იცით, რესპუბლიკელები და დემოკრატები ბევრ რამეზე ვერ თანხმდებიან. ასე რომ ალბათ მადლობა უნდა უთხრათ ქართულ ოცნებას, რომ ისინი შეთანხმებამდე მიიყვანა. საქართველოსადმი მიდგომა არის აბსოლუტურად ორპარტიული მხარდაჭერის მქონე საკითხი. მთელი კვირის განმავლობაში კონგრესში მქონდა შეხვედრები და არანაირი განსხვავება არაა იმაში, როგორ აღიქვამენ დემოკრატები და რესპუბლიკელები იმას, რაც საქართველოში ხდება. რაც ხდება კი ისაა, რომ ქართული ოცნება არის ანტიდემოკრატიული ძალა. არჩევნების საეჭვო იყო. საჭიროა ახალი არჩევნები, რომ არსებობს ძალადობა და ასე შემდეგ. ამაზე კონგრესი ერთიანია. ფიქრობ გასაოცარია იმის მოსმენა, რომ ქართულ ოცნებას სჯერა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ გადაარჩენს. ტრამპის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ და არც მისი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი ვარ, მაგრამ რაც გამოცდილებით ვნახეთ, ისაა, რომ ის საქმიანი გარიგებების მხარდამჭერია. არ ვიცი რა შეუძლია საქართველოს მას ყურადღების ნაცვლად შესთავაზოს. მას სხვა პრიორიტეტები აქვს, ის ჩინეთსა და სხვა საკითხებზეა ფოკუსირებული. ასე რომ ძალიან უადგილოა ქართული ოცნების იმედები, რომ ტრამპი მოვა ძალაუფლებაში და საქართველოზე ფოკუსირდება. Ზუსტად 1 წლის წინ 2023 წლის დეკემბერში საქართველოს მოსახლეობამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იზეიმა. ნახეთ ქუჩებში გამოსული მოსახლეობაც, რომელიც ამ სასიხარულო ამბავს აღნიშნავდა. ხალხი ქუჩაშია 2024 წლის დეკემბერშიც, თუმცა ამჯერად ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერების გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად. ქართველი ხალხის მთავარი გზავნილების გადასაცემად სტრასბურგში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და ევროპარლამენტარებს შეხვდა. პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობის ევროკავშირის სანქციების პოლიტიკისა და საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს ვესაუბრეთ. Thank you so much for this interview. Thank you for your time. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თქვენი დროისთვის. დავიწყოთ საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტში სტრასბურგში ვიზიტით. რა იყო მთავარი გზავნილი, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ევროპას, ევროპარლამენტს გადასცა და რისი თქმა გსურდათ თქვენ, საქართველოს პრეზიდენტის მიწვევით საქართველოსთვის, მისი მთავრობისა და ქართველი ხალხისთვის, რა სიმბოლური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა ამას. By inviting President of Georgia, what kind of symbolic and political importance did it have? Yeah, it really was very important, extremely important that we met. ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მოვახერხეთ ამ ყველაფრის ორგანიზება ასეთ მოკლე დროში, იმის გათვალისწინებით, რომ ეს კვირის დასაწყისში დღის წესრიგში შეტანილი ჯერ კიდევ არ იყო. ეს აჩვენებს იმას, რომ პროდასავლური ჯგუფები ძალიან ერთიანნი ვართ, როდესაც საქმე საქართველოს ეხება. ასევე მადლობა რობერტა მეცოლას, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რომელმაც ამ საკითხის მნიშვნელობა გაიგო. რაც შეეხება მთავარ გზავნილებს, რა თქმა უნდა, ეს არ იყო მოკლე სიტყვა და მე მესმის, რომ ეს საჭირო იყო, რათა აეხსნა სიტუაცია მათთვისაც, ვინც საქართველოს ძალიან ყურადღებით არ აკვირდება. საჭირო იყო იმის ახსნა, თუ რა ხდება საქართველოში და ამის გაგება ახლა უფრო გამარტივდა, რადგან კრემლი ევროკავშირის წევრ რუმინეთშიც ცდილობს, რომ ქვეყნის შიგნით რუსი მარიონეტები ჰყავდეს. საქართველოში კი ეს 2012 წლიდან ხდება, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნის მიტაცების პროცესი დაიწყო და პრეზიდენტმა ეს ძალიან ნათლად განმარტა.
ევროპარლამენტში ორი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა. მან გამოხატა გადმოგვცა იმ ადამიანების სათქმელი, ვინც ახლა ქუჩაში დგას, რომ პირველ ყოვლისა მათი მოთხოვნაა უკან დაუბრუნდეთ თავიანთი ხმა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები მიტაცებულია. მათ სურთ ახალი არჩევნები ნეიტრალური და სამართლიანი ადმინისტრაციის პირობებში და ასევე ის, რომ ქართველებს სურთ დაუბრუნონ მათ თავიანთი ევროპული გზა. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა, არ ვიტყოდი რომ უკმაყოფილება, მაგრამ საკუთარი განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველები ევროკავშირისგან მეტ მხარდაჭერას ელიან. მე ვამაყობ, რომ ევროპარლამენტი ამაში წამყვანი ძალაა, რადგან ჩვენ ევროპის კონტინენტზე დემოკრატიის დედაქალაქი ვართ. მაგრამ მეტი სოლიდარობა პოლიტიკური ნება წევრი ქვეყნებისგან ნამდვილად საჭიროა. საჭიროა ევროკომისიისგანაც აქტივობა. პარლამენტში გქონდა საქართველოს შესახებ განხილვა, სადაც ვისაუბრეთ დარღვევებზე, ძალის გამოყენებაზე და სხვა საკითხებზე და ძალიან ბევრმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოსთხოვა ევროსაბჭოს, რომ მეტად იაქტიუროს. I will get back to the ევროპის ერთიანობის თემას ისევ დავუბრუნდებით, თუმცა მანამდე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაზე მინდა მეტი გკითხოთ. მან თქვა, რომ საქართველოს შეიძლება 1921 წელს დაუბრუნდეს, რითაც ქვეყნის საბჭოთა ოკუპაცია გაიხსენა. ის ხშირად საუბრობს რუსეთის ჩართულობაზე ქვეყნის შიდა საქმეებში, ახსენებს ხოლმე ეგრეთ წოდებულ რუსულ სცენარსაც. თქვენ რამდენად გაშფოთებთ რუსეთის შესაძლო ჩართულობა და ფიქრობთ თუ არა, რომ საქართველოში დღეს მიმდინარე მოვლენებში გარკვეულწილად კრემლის ხელიურევია? kind of Kremlin involvement. Of course, no doubts. I was saying this. რა თქმა უნდა, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ამას ძალიან დიდი ხანია ვამბობ. იმ დროიდან, როდესაც ევროპარლამენტის წევრი არც კი ვიყავი. მაშინ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიყავი და უსაფრთხოების მიმართულებით სამხრეთ კავკასიისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან მუშაობდი. ასე რომ, როდესაც ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის პარტია მოვიდა და მისი ქცევა ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში შეიცვალა, ეს მაშინვე შევნიშნე. მანამდე სააკაშვილის ხელისუფლების დროს ყვავდა სხვადასხვა პარტიისგან შემდგარი საპარლამენტო დელეგაციები, რომლებიც ძალიან აქტიურები იყვნენ, ძალიან კარგად წარმოაჩენდნენ თავის ქვეყანას. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ ამერიკის, ევროპის წარმომადგენლებთან, მაგრამ უეცრად ყველა გაჩუმდა, ისინი აღარ აქტიურობდნენ და მოგვიანებით გავიაზრე, მათი ხელმძღვანელობისგან ქართული ოცნებისგან ინსტრუქციები ჰქონდათ, რომ არიაქტიურად, რომ ნატო პრიორიტეტი აღარ იყო. იგივე მოხდა ევროკავშირთანაც. შეიძლება იქ მეტად აქტიურობდნენ, მაგრამ ამ საკითხით ყოველთვის მანიპულირებდნენ. სექტემბერში საქართველოში ჩემი ვიზიტისას უამრავ ადამიანს შევხვდი, ვინც მსგავსი აზრი გამოთქვა. ჩემი გზავნილი კი ძალიან ნათელი იყო, რომ ახლანდელი საქართველოს მთავრობა შეუთავსებელია ევროკავშირთან და რომ ქვეყანას დებიძინიზაცია სჭირდება, ისევე როგორც რუსეთს სჭირდება deputinizაცია. მათი იდეოლოგიები, რომ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი მიიტაცონ, რომ ქვეყანა ავტოკრატიისკენ წაიყვანონ, აბსოლუტურად იგივეა. კითხეს, იგრძნობოდა თუ არა რუსეთის გავლენა ამ საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში. ყველაფერი შიგნიდან მოხდა, რადგან ქართული ოცნების წევრები ზუსტად იმავე სცენარით მოქმედებენ, რითიც პუტინი, ლუკაშენკო და სხვა ავტოკრატები ხელმძღვანელობენ. საქართველოს ევროპისგან დაშორება რუსეთის, კრემლის ინტერესებშია. რუსული სამყარო ან ევროკავშირი, სხვა არჩევანი არ არსებობს. You mentioned the თქვენ ევროკავშირში ერთიანობის თემა ახსენეთ და ეს ნაწილობრივ უკვე განვიხილეთ. ვიცით, რომ თქვენ უფრო მკაცრ ფინანსურ საგრძებს უწევთ რეკომენდაციას საქართველოს მთავრობის წევრების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვისთვის. მაგრამ იმისთვის, რომ ევროკავშირმა ფინანსური სანქციები დააწესოს, ამას ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. სლოვაკეთი და უნგრეთი კი ამაზე თანახმა არ არიან. თქვენი ინფორმაციით მიმდინარეობს თუ არა მათთან მოლაპარაკებები და გაქვთ თუ არა იმედი, რომ სამომავლოდ ისინი მაინც დათანხმდებიან სანქციების დაწესებაზე? sanctions. Look, sanctions are important, of course, but it's not the only. სანქციები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არაა ერთადერთი რამ, რაც ახლა უნდა გავაკეთოთ. დღევანდელი სიტუაცია განსხვავდება იმისგან, რაც ოქტომბრის არჩევნებამდე იყო. იმ პერიოდში სანქციები ყველაზე მძლავრი იარაღი იყო, მაგრამ ახლა საქართველოში პრობლემა მხოლოდ სანქციების დაწესებით არ მოგვარდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ამისთვის ახლა ხელახალი არჩევნებია. ამის გარეშე ქვეყნისადმი არ იარსებებს არანაირი ნდობა. ამ მთავრობას არ ექნება დემოკრატიული ქვეყნებისგან აღიარება, განსაკუთრებით იმის გამო, რაც მათ ქუჩებში დემონსტრანტების წინააღმდეგ ჩაიდინეს. ეს მხოლოდ ოქტომბრის არჩევნების მოპარვას არ ეხება, არამედ ძალადობას, რომელსაც ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იყენებენ. ასე რომ ახლა მხოლოდ სანქციებზე არაა ფოკუსი, არამედ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ორგანიზება და შემდეგ ქართულმა ხალხმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში უნდა დააფიქსიროს თავისი სურვილი. თუ ისინი ისე ვიტყვიან, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების პარტიის სჯერათ, კი ბატონო, ეს
ეს მათი არჩევანია, მაგრამ ეს არჩევნები არ უნდა ჩატარდეს ქართული ოცნების მიერ, როდესაც ყველა საარჩევნო კომიტეტი მათ ხელშია. ეს არჩევნები უნდა ჩაატაროს ნეიტრალურმა ორგანიზატორმა. ყველა უნდა დათანხმდეს მას. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. We started our interview with President Zurabishvili and her visit. ინტერვიუ პრეზიდენტ ზურაბიშვილის ევროპარლამენტში ვიზიტით დავიწყეთ, მაგრამ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი ხავს. Not elected. Sorry. არა, ის არჩეული არაა ბოდიში, მაგრამ ის არაურჩევია. კარგით, მაგრამ როგორც მინიმუმ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ის არჩეულია. თქვენი ამ კომენტარით გარკვეულწილად პასუხი უკვე გამეცით, მაგრამ მაინც გკითხავთ, რას ფიქრობთ მთლიანად ამ პროცესზე, არჩევნების ახალ გზაზე და ახალ პრეზიდენტზე? No, it was not elected first of all. ეს არჩევნები არ იყო. ჩემი და სხვა ქვეყნების ჟურნალისტებსაც სულ ვთხოვ, რომ ნარატივთან ფრთხილად იყვნენ, რადგან თუ იმავეს გავიმეორებთ, რასაც ქართული ოცნება ამბობს, მაშინ ჩვენც იმავე ტყუილებს გავავრცელებთ. ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო ნომინაცია ბიძინა ივანიშვილისგან. სულ ესაა. ჩვენ არ ვაღიარებთ საპარლამენტო არჩევნებს. ნოემბრის ბოლოს გამოვეცით რეზოლუცია, სადაც ნათქვამია, რომ ჩვენი რეკომენდაციაა არ ვაღიაროთ ეს არჩევნები. ეს იყო ერთპარტიულ პარლამენტში ერთი კანდიდატის ნომინაცია და ის წარადგინა ოლიგარქმა. ასე რომ ამას ჩვენ არ ვუყურებთ როგორც არჩევნებს. ჩემი და ჩემი პარტიის პოზიციაა, რომ იქამდე ვიდრე საქართველოში ახალი არჩევნები არ ჩატარდება, ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია და ხალხისგან არჩეული პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება, ისაა ერთადერთი ნორმალური გზით არჩეული პრეზიდენტი. ჩვენ მას დავუჭერთ მხარს. 29 დეკემბრის შემდეგ კი ის გახდება ევროპული საქართველოს ლიდერი. ინტერვიუების სრული ვერსიების ნახვა, როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე amerikis.com. გადაცემის ბოლოს კი ისევ ამერიკას ამჯერად ნიუ-იორკს უბრუნდებით, სადაც ქართველი ემიგრანტები საქართველოს მხარდასაჭერად გაერთიანდნენ. ფულადი დახმარების შეგროვების გარდა ემიგრანტებმა კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და მის სისრულეში მოყვანას უახლოეს დროში გეგმავენ. როგორ და რა ფორმით აპირებს ქართული ემიგრაცია ქვეყნის მხარდაჭერას? ჩემი კოლეგა თამუნა ქემერტელიძე მუშაობდა თემაზე. ჩვენ გვაქვს ის ინსტრუმენტი, რომ პრეზიდენტ ტრამპამდე მივიტანოთ ჩვენი ხმა. სუსტად იციან, ვის უნდა მიმართონ, რა მოთხოვნით და როდიდან ისინი ვინც დღეს ამერიკაში ცხოვრობენ საკუთარ სამოქმედო გეგმას რამდენიმე საათის განმავლობაში ადგენდნენ. პირველი, რასაც ქართული ემიგრანტები საქართველოს მხარდასაჭერად აპირებენ, ამერიკელი სენატორებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა იქნება. ჩვენ არ მივმართავთ ლოკალური დონის სენატს, ანუ ამერიკაში გვაქვს ადგილობრივი სენატი და გვაქვს ფედერალური სენატი. ადგილობრივი არ გვაინტერესებს, ჩვენი მიზანი არის ფედერალური დონის სენატორები, ვინც არიან, ვინც წარმოადგენს ნიუ-იორკის შტატს, ნიუ-ჯერსის შტატს და ასე შემდეგ, სადაც ქართველები კომპაქტურად ვართ ჩასახლებულები, ასე ვთქვათ. ამერიკელი სენატორების ხელში ქართველების ოფიციალური წერილები უახლოეს დღეებში აღმოჩნდება. ყველაფერი განსაზღვრული აქვთ. მათ შორის ის დიპლომატიური ენა, რომელიც სენატორებთან ურთიერთობის დროს უნდა დაიცვან. დაიწყება სატელეფონო ზარებით. ეს არის გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც ჩვენ შევძლებთ ვეკონტაქტოთ სენატორებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტელეფონზე. მითითებული იქნება ტელეფონის ნომრები ამ გზამკვლევში. აქცენტები რაც უნდა დავსვათ, როგორ უნდა ველაპარაკოთ, რა მესიჯები დავტოვოთ. ეს იქნება არა მარტო ქართველებისთვის, ეს იქნება ამერიკელებისთვის. ქართული ემიგრანტები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებიან, აანონსებენ წერტილოვან მიტინგებსაც, იმ ადგილებიდანაც, საიდანაც მათი ხმა ადრესატამდე უფრო მალე მივა. ამბობენ, რომ დღეს მათი სასაუბრო ენა ინგლისური იქნება, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა გაიგოს და მეტმა იმოქმედოს საქართველოში არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად. შეიქმნა სპეციალური პლატფორმა ამერიკელებისთვის, სადაც ყველა ის ინფორმაციული რესურსია თავმოყრილი, რომელიც მათ საქართველოში არსებულ ვითარებას აცნობს და ფონდების საშუალებით უცხოელებს ფულადი დახმარების შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, შეხვედრაზე ქვეყნის მხარდამჭერი კომიტეტის შექმნის იდეაც გაჩნდა. შეხვედრის ფარგლებში ისმოდა კონკრეტული მოთხოვნებით ემიგრანტები ოპოზიციური პარტიებისგან მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ელიან და კონკრეტული ხედვებიც აქვთ. მათი შეფასებით უნდა შეიქმნას ერთიანი ცენტრი, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ წარმართავს პროცესებს და სწორედ ამ ცენტრის მიერ უნდა იმართოს მოვლენები. ვერც დასავლეთი, ვერც ერთი ინსტიტუტი დასავლეთიდან, ვერც ამერიკული ინსტიტუტები, კონგრესი იქნებოდა, სენატი იქნებოდა, პრეზიდენტი, ვერც ევროკავშირი, ვერც ერთი მისი კომისია პირდაპირ ჩარევას ვერ მოახდენს ქართულ პროცესებში. მათ შეუძლიათ მხოლოდ მედიატორის როლი ითამაშონ. ორი ცენტრი, დაპირისპირებული ცენტრი დასვან, თამაშის წესები დაუწესონ და მტკვარ-მართალი გაირკვეს. სხვანაირად ისინი ვერ შეერევიან. სხვანაირად ჩარევა იციან რუსებმა
ტანკით. აქაური ქართველები არის ის ძალა, რომელიც შეძლებს ისეთი მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიოს ამ თავარ პროცესს, რომელიც ახლა ჩვენ სამშობლოში. თავარი ამოცანა არის საქართველოს დასავლური კურსის მხარდაჭერა. ემიგრანტების შეხვედრები კიდევ გაგრძელდება. ქართული ხალხის მოთხოვნებზე ხელმოწერა აქაც დაწყებულია. როგორც ამბობენ, ემიგრანტები ძალას მხოლოდ ახლა იკრებენ. თამუნა ქემერტელიძე, ამერიკის ხმა, ნიუ-იორკი. დღეისათვის სულ ეს იყო. შემოგვერთით მომავალ კვირასაც ამავე დროს და ამავე არხზე. მადლობა რომ გვიყურებდით. მე მარია მუგრეხელიძე ვარ და ერთი კვირით გემშვიდობებით. მანამდე კი მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბების შესახებ ანალიტიკური მასალების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე www.amerikiskhma.com. აუცილებლად შემოგვერთით Facebook-ის, Instagram-ის, X-ისა და YouTube-ის ოფიციალურ გვერდებზეც. ნახვამდის.